ლელოძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის ორივე პარტია წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას აგრძელებს. მერობის საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ დღეს ავჭალა ზაჰესის ტერიტორია შემოიარა. ის შეხვდა მოსახლეებს, ესაუბრა მათ წინასაარჩევნო კამპანიაზე, გააცნო ის გეგმები, რომლის განხორციელებასაც აპირებს. ასევე ახლა ირაკლი კუპრაძე იმყოფება შეხვედრაზე ახალგაზრდებთან. ის აპირებს, რომ ახალგაზრდებს ესაუბროს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის და პრობლემატური არის და პოლიტიკოსი ლიდერი ახლა ამბობს იმას, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, ორივე პარტია გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნან, იმისათვის, რომ მათ ქვეყნის დატოვება არ მოუწიოთ. ჩვენ დილიდან გქონდა კარდაკარი ავჭალა ზაჰესის სამაჟორიტარო ოლქში, შევხვდით მოქალაქეებს, კარდაკარ ჩამოვიარეთ, განწყობა არის ბრძოლისუნარიანი, მათი განწყობა არის იმედიანი და მოლოდინით შესაბამისად 4 ოქტომბერი უნდა იქცეს მნიშვნელოვან გარდამტეხ დღედ, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში რუსულ რეჟიმს, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ შორის იმ პროტესტით, რომელიც უნდა იყოს შეუქცევადი ანტიქართული ოცნების წინააღმდეგ. ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, ახალგაზრდები, რომელიც არსებობს ჩვენს თაობაში, როგორც მაგალითად ნარკოპოლიტიკა, რაც საკმაოდ გავრცელებული არის, საკმაოდ პრობლემატური არის მათ შორის ახალგაზრდა თაობაში, ასევე ვისაუბრებთ დასაქმების პრობლემებზე და უსაფრთხოებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ახალგაზრდები იყვნენ მსგავს სოციალურ თემაში, ზოგადად პოლიტიკაში ჩარეულები, ვისაუბრებთ ასევე ამაზე, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. ახალგაზრდები ჩვენთან საუბარში ამბობენ იმას, რომ ისინი არიან ბრძოლის განწყობაზე, აპირებენ ყველაფერს, აპირებენ რომ გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ დარჩნენ ქვეყანაში, შეეწინააღმდეგონ ქართულ ოცნებას და ეს ყველაფერი 4 ოქტომბერს მიიყვანონ ბოლო ფინიშამდე, სადაც ჯერ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, საღამოს კი დაასრულებენ რუსთაველზე და შეუერთდებიან აქციას. პირდაპირ ეთერში თეკლა დონაძე საუბრობდა.